გამარჯობა, მე ვარ თამთა და ამ ვიდეოში ვისაუბრებ იმ ძირითად ეტაპებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ინვესტირებას დაიწყებთ. ინვესტირების დაწყებამდე აუცილებელია მიზნების განსაზღვრა. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ გჭირდებათ ინვესტირება. ჩამოწერეთ მიზნები, რომელთა მიღწევისთვისაც გჭირდებათ ფულადი სახსრები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მანქანის შეძენა, შვილის სწავლის გადასახადი, ბინის შეძენა, პენსიაზე გასვლისას უზრუნველყოფილი ცხოვრება თუ სხვა. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მიზნებს ჩამოწერთ, თან შეუსაბამოთ თანხები. მაგალითად, შვილის სწავლის გადასახადი 30.000 ლარი, აგარაკის შეძენა 200.000 ლარი და ასე შემდგომ. ასე უნდა მოიქცეთ თითოეული მიზნის შემთხვევაში. რაც უფრო მკაფიოდ გაწერთ მიზნებს, მით უფრო სწორად შეადგენთ თქვენ საინვესტიციო გეგმას. მიზნის განსაზღვრისას აუცილებელია, რომ თითოეული მიზნისთვის განსაზღვროთ შესაბამისი დრო, რომლის განმავლობაში გსურთ საჭირო ფულადი რესურსების მოგროვება. ამავე დროს მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ, თუ რამდენად ხართ მზად მოკლე ვადაში ფულის დაკარგვისთვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შეძენილი აქტივების ფასის მერყეობით. ამას რისკისადმი ტოლერანტობის შეფასება ეწოდება. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი არის მიზნების პრიორიტეტებად დალაგება. გახსოვდეთ, რომ როდესაც რამდენიმე მიზანი გაქვთ, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების თანმიმდევრულად დალაგება, რადგან შეიძლება ზოგჯერ არჩევანის გაკეთებაც მოგიწიოთ. მაგალითად, დავუშვათ, რომ ორი მიზანი გვაქვს. 20 წელიწადში აგარაკის შეძენა, ხოლო 3 წელიწადში შვილის სწავლის საფასურის გადახდა. ამ პირობებში დიდი ალბათობით არჩევანს სწავლის გადახდაზე გააკეთებთ, რადგან თანხის მოსაბილისებლად მოკლე პერიოდი გაქვთ და ამ მიზნის რისკისადმი ტოლერანტობაც შედარებით დაბალია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აგარაკისთვის ფულს არ გადადებთ. უბრალოდ, ყოველთვიურ გადაცადებთ თანხაში მეტ წილს მიანიჭებთ პრიორიტეტულ მიზანს, ჩვენი მაგალითის შემთხვევაში შვილისთვის სწავლის გადასახადს. ბოლო მნიშვნელოვანი ეტაპი არის ინვესტიციების შერჩევა. მას შემდგომ, რაც ჩამოწერთ მიზნებს, განსაზღვროთ თითოეული მიზნისადმი რა მოცულობის რისკის აღება შეგიძლიათ, სწორედ ამის შემდგომ გჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რას წარმოადგენს თითოეული აქტივი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აქცია, ობლიგაცია, სადებოზიტო სერტიფიკატი თუ სხვა. თითოეული მათგანის შესახებ ვისაუბროთ შემდგომ ვიდეოებში. აქვე გიზიარებთ რამდენიმე ზოგად რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ინვესტირების სწორად შერჩევაში. ზოგადად, გრძელვადიანი მიზნებისთვის არჩევენ უფრო რისკიან აქტივებს, მაგალითად, აქციებსა და აქციებისაგან შემდგარ ფონდებს. მოკლევადიანი მიზნებისთვის კი ყველაზე ნაკლებ რისკიან აქტივებს, მაგალითად, სადებოზიტო სერტიფიკატი, საბანკო დებოზიტი თუ სახაზინო ობლიგაციების ფონდები, ხოლო საშუალოვადიანი მიზნებისთვის ამ აქტივების ნაზავს სხვადასხვა პროპორცია. გახსოვდეთ, რომ მთლიანი კაპიტალის ერთ ან რამდენიმე კომპანიის აქციებში ინვესტირებით, თქვენ საგრძნობად მაღალ რისკს იღებთ საკუთარ თავზე. ამიტომ აუცილებელია, რომ აქციებში ინვესტირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოთ დივერსიფიკაციას, ვინაიდან ამ მიდგომით თქვენ იმცირებთ მოსალოდნელ რისკს.